ჩვენ ბევრნი ვართ საქართველოს გარეთ და ჩვენ ვართ საქართველოს შვილები, ბევრი გერმანელი მეგობარი ყოფილა სტუმრად და ანუ როცა უკან ბრუნდებიან, ყველანი აღნიშნავენ, რომ აუცილებელი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ილუსტრაციის კანონი. ივანიშვილმა ასე ვთქვათ, ეს კარგად ისარგებლა ჩვენი, ასე ვთქვათ, სურვილით, რომ გვინდოდა ის დიქტატურა დაგვესრულებინა, ნელ-ნელა დაიწყეს კლანჭების გამოჩენა. რაც ევროპაში ძალიან მხიბლავს და მხიბლავდა ყოველთვის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული, ანუ სოციალური გარანტიები. ანუ ვიცი, რომ მე ჩემ ადგილს არავინ არ წამართმევს. ჩემთანს უთხარი, რომ აი ასეთი სიბერე მინდა მეთქი. 80 წელი იყო დასასრული და გავხიშდი მეთქი. ეხლა ისინიც ისეთივე სოციალისტური ქვეყნები იყვნენ, როგორიც ჩვენ, ხო? ემიგრანტის ხმა, ანუ ემიგრანტების დიალოგები, ჩემი აზრით, იქნება ძალიან მიზანშეწონილი. უკრაინის ომის შემდეგ, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. აუცილებლად ჩემი აზრით გვჭირდება რაღაცა სხვა ძალა, ახალი, აღმოცენებული, აბსოლუტურად სუფთა და ძველ პროცესებთან არაგაიგივებული.